ხშირ შემთხვევაში როცა საუბარი არის ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობებზე, მე არაერთხელ მაქვს ჩვენი პოდკასტების დროს ნათქვამი, ხალხს ცოტა უჭირს, რომ გაიაზროს საერთაშორისო ურთიერთობები სამეცნიერო პრიზმაში, ანუ ეს არ არის მეგობრებს შორის ურთიერთობები, მეზობლებს შორის ურთიერთობები, როგორც ადამიანებისთვის არის, ხო? ანუ ესე თეთრი და შავი არ არის ხოლმე, ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესები და ხანდახან შეიძლება ერთი ქვეყნის ინტერესი მეორეს დაემთხოს და შეიძლება ამ ორი ქვეყნის ინტერესები მეორე დღეს საერთოდ არ დაემთხოს ერთმანეთს და ეს სრულიად ნორმალური არის. დასავლური სამყაროს უდიდესი მონოპოლური და უპირატესობა იყო, რომ ამ კონფლიქტს, ინტერესთა კონფლიქტს დემოკრატიული და ცივილური გზებით წყვეტდნენ. მაგალითად, თუ ამერიკას ვისაუბრეთ ამ თემაზე და ამიტომ ვიტყვი ამ მაგალითს, თუ ამერიკას მაინდა-მაინც არ აქვს ინტერესებში, რომ გერმანიას ძლიერი სამხედრო ინდუსტრია ყავდეს, მაშინ ის იმის მაგივრად, რომ გერმანიას ოკუპაცია მოახდინოს, საკუთარი ინტერესების გამტარებელი მთავრობა მოიყვანოს ძალით ადამიანების ინტერესების წინააღმდეგ, შეუძლია შესთავაზოს სამხედრო ბაზების გახსნა იქ, სამხედრო ტექნიკის მიყიდვა, რაც მეორე პლანზე გადაიყვანს, ასე ვთქვათ, გერმანიისთვის ჯარის გაძლიერებას და საკუთარ სამხედრო ინდუსტრიაში ფულის ჩადება. ხო, ანუ ასე შეიძლება გადაწყვიტონ პრობლემები.